საღამოშვიდობისა მოკლე დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაშია დაბარებული, საქმის მოკვლევა დაწყებულია სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენებაზე. 9 საათზე მივა თუ არა ბაჩო ახალაია დაკითხვაზე პირდაპირ ჩართვა. მოწმის სტატუსით დაბარებული ახალაია შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელ ახსულების სამინისტროებში აღმოჩენილ დარღვევებზე დაიკითხება. ისთვის იყენებდა სარეზერვო ფონდს და როგორ ხარჯავდა საქართველოს ბიუჯეტის ფულს საქართველოს პრეზიდენტი. 9 საათზე სააკაშვილის მარტო 4 თვეში ხელმოწერილი 12 დოკუმენტი. 6 მილიონი კონცერტებში, კლიპებში, მოდის კვირეულში, ელექტრომობილებსა და კომპიუტერებში. დღის მთავარ გამოშვებაში რატომ უნდა დააფინანსოს საქართველოს მოქალაქეებმა ყირგიზეთში ბუბა კიკაბიძის გასტროლები და რისთვის იქმნება ცივილურ ქვეყნებში სარეზერვო ფონდები. 9 საათზე რითი პასუხობს სააკაშვილი მომავალი წლის ბიუჯეტში მისთვის ხარჯების შემცირებას. პრეზიდენტმა საკუთარი სასახლის ფასადი ჩააბნელა. 9 საათზე შეავსებს თუ არა 5 მილიონის დანაკლის პრეზიდენტის სახლში შუქის ჩაქრობით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელექტროენერგიის იძულებით შეზღუდვაზე საუბრობს. ჩაგრავს თუ არა ახალი ხელისუფლება პრეზიდენტს, რომლის მარტო ერთი თვითმფრინავის მომსახურება თვეში 800,000 ლარი ჯდებოდა. ნორა კვიციანი თავისუფალია. 9 საათზე რასყვება მეცხრე არხთან ექსკლუზიური ინტერვიუში ქალი, რომელმაც 7 წელი ციხეში გაატარა. რას თავაზობდნენ თავისუფლების სანაცვლოდ ნორა კვიციანს და ვინ შეიტანა კოდორში იარაღი, რომელიც კვიციანების წინააღმდეგ გამოიყენეს. დღის მთავარ გამოშვებაში პოლიტპატიმარი, რომელმაც მისჯილი 7 წელი თითქმის მთლიანად მოიხადა. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მეცხრე არხზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას, მე დროებით გემშვიდობით.